დაგიბრუნდით მეგობრებო, მორიგი ვიდეოთი და დღეს გეტყვით 5 მიზეზს თუ რა გუშლის ხელს ვარჯიშში. პირველი, ეს არის გაუხურებელზე ვარჯიში. ვიცი, ბევრისთვის არის ძალიან საზღარი პროცესი გახურება და გვინდა რომ პირდაპირ დავიწყოთ ვარჯიში, მაგრამ ეს მასე არ ხდება. საჭიროა გახურება იმისთვის, რომ უფრო კარგად და ხარისხენად ვარჯიშოთ და ტრამვა ავიცილოთ თავი. და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გახურება მხოლოდ აი ეს და რაღაცა ეგ არ არის, უფრო ხარისხენად და უფრო გულდასმით უნდა გავაკეთოთ გახურების ვარჯიშები, იმისთვის რომ უფრო კარგად და ენერგიულად ვარჯიშოთ. როცა ვარჯიშობ ხოლმე დაახლოებით 20 წუთიდან 30 წუთამდე ვანდამებ ხოლმე გახურებას და ეგ ვარჯიშის დროში არ უნდა ჩავთვალოთ არავის შემთხვევაში, იმიტომ რომ ვარჯიშის დროს სულიად განსხვავდება გახურებისგან. როცა უკვე გახურებას დავიწყებთ 20 წუთი დაახლოებით ან 30 წუთი, შემდეგ უკვე როცა მორჩებით გახურებას, აი მე უნდა განსაზღვროთ ვარჯიშის ის ერთი ან საათნახევარი. მეორე მიზეზი ეს არის ასაკმარისი წყალი ორგანიზმში. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ წყლის გარეშე ადამიანს რა მოვა და ეს პროცესი ვარჯიშის დროს უფრო საშიში ხდება თუ არასაკმარისი წყალი არის ორგანიზმში. წყლის უკმარისობა ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მიზეზები, როგორც არის მაგალითად თქნარება, კიდე შეიძლება მოზენთილები იყოთ არასაკმარისი წყლის დროს ორგანიზმში, როცა არასაკმარისი წყალი არის და ბევრი მრავალი მიზეზი. მესამე მიზეზი ეს არის არ გვაქვს შესვენებები მისვლების დროს. დასვენება მოგესალმებით ყველას, როგორი საჭირო არის ორგანიზმისთვის და ასევე დასვენება სეტებს შორის, მისვლებს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც რომელიმე კუნთს ვაკეთებთ, ვარჯიშობთ და გავაკეთებთ მაგალითად 15 მისვლას, გამეორებას უბრალოდ და შემდეგ ვისვენებთ დაახლოებით 2 წუთი. იმ 2 წუთში უნდა აღვდგინოთ ჩვენ ის დამწვარი კალორიები და ენერგია, რომელიც დავწვით და შემდეგ ისევ მისვლისთვის უფრო კარგად უნდა მოვემზადოთ. შესაბამისად, თუ ჩვენ არ დავისვენეთ მაგალითად 10 წამი, ვერ აღიდგენს იმ ენერგიას და ძალას, რომელიც ჭირდება ორგანიზმს, რომ გავაკეთოთ შემდეგი მისვლის ვარჯიშები. რამდენიცაც ვაკეთებთ ხოლმე მაგალითად 15 ან 20 იქნება და უფრო აი უხარისხოდ გავაკეთებთ და შემდეგ უკვე კუნთის დაზიანებაც აღარ იქნება ისეთი, როგორც უნდა ყოფილიყო და როგორც ჩვენ გვინდა. შესაბამისად, უფრო გადაღლილები ვიქნებით, უფრო ვერ ვარჯიშებთ და აღდგენა იქნება შესაბამისად უფრო ნაკლები, ვიდრე აქამდე იყო. მეოთხე მიზეზი ეს არის არ გვაქვს გეგმა. რამდენჯერაც ჩაგდებები მქონია დარბაზში არ მივლია, როცა პირველ დღეს მივდიოდი ხოლმე, ყველა კუნთს ვაკეთებდი. რასაც დავინახავ ტრენაჟორს, ყველა კუნთს ვაკეთებდი. ეგ ბუნებრივი არის კი. ვაღიარებ, მაგრამ როცა ამას სისტემატიური სახე ეძლევა, მე უკვე არის ცუდი. იმ ხრივ რომ ჩვენ თუ არ ვიცით რისთვის ვარჯიშობთ, მაშინ ეგ არის უშედეგო. თუ მომატება გვინდა, უნდა გავაკეთოთ სხვანაირი ვარჯიშები, თუ გაკლება გვინდა, უნდა გავაკეთოთ სხვანაირი ვარჯიშები. ეგ ყველამ კარგად იცის, ვინც ვარჯიშობს და ვინც ვარჯიშს იწყებს. თუ არ იცის, შემიძლია ახლა ისწავლის. მაგრამ ვარჯიშის გეგმა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვარჯიშის პროცესში. გადახედეთ ინტერნეტში რამდენიმე ვარჯიშის ვარიანტებს, თუ გამოცდილი ადამიანი გყავთ მეგობარი, ოჯახის წევრი, მასაც შეეკითხეთ და უფრო კარგად დაგიწერთ ვარჯიშის გეგმას, ვიდრე თავად იწყებთ ვარჯიშს და თავად გააკეთოთ როგორ უნდა ივარჯიშოთ კვირის განმავლობაში, თვის განმავლობაში, წლების განმავლობაში. მან უფრო კარგად იცის, ვიდრე ახალ დაწყებულმა თქვენ. ყოველთვის გამოცდილი ადამიანებისგან არის რჩევები ყველაზე კარგი და ძვირფასი. ვიდრე იმათგან, ვის არ ვარჯიშობს და საერთოდ არ უნახავს დარბაზი და ტრენაჟერები თავიანთ ცხოვრებაში. და ბოლოს მეხუთე მიზეზი ეს არის ვარჯიშის დროს ბევრი ლაპარაკი ან სკროლვა. ვარჯიშის დროს მე პირადად ყოფილი ვარ ისე, რომ აი შესვენების დროს სკროლავდი Instagram-ს. რაც ძალიან ცუდი არის იმ ხრივ, რომ დრო გაყავს ძალიან ჩქარა. და ვერ ვასწრებ იმ ეს საათში, რომელიც განსაზღვრული მაქვს ჩატევას. გამოცდილ მოვარჯიში ადამიანებს, ვისაც უნდა შეეკითხოთ, ნახევარი მაინც გეტყვით, რომ მეგობართან ან ძმაკასთან ერთად უფრო კარგი არის ვარჯიში, ვიდრე მარტო. მეგობართან ერთად ვარჯიშს ძალიან კარგი დადებითი მხარეები აქვს, იმ ხრივ, რომ როცა შენ გააკეთებ მაგალითად 65 კილოს, მე ის გააკეთებ 70-ს, ის შენ გააკეთებ 74-ს და ასე გრძელდება ერთმანეთთან ჯანსაღი მტრობა.
ძალიან ბევრი ადამიანი არის შეწუხებული იმით დარბაზში, რომ ლაპარაკობენ ტყუილად მეგობრები ერთმანეთშიო და არათავისუფლებენ ტრენაჟორებს. აი ამ ლაპარაკში გადის ზუსტად ეს 1 საათი ვარჯიშის 1 საათი ან საათნახევარი და უაზროს ქროლაში. ამ შესაბამისად დრო იკარგება ტყუილად. შედეგი ჩვენ არ გვაქვს, რომელიც გვინდა რომ მივიღოთ და კონტექსტს ვერ ვაზიანებთ ისე, როგორც უნდა დავაზიანოთ კონკრეტულ ვარჯიშის დღეს. ამ შემთხვევაში ეგ ვარჯიშის დღე და ეგ საათი უკვე ჩავარდნილი არის და არ ვარგა. წონებული ვარ, ბევრ შეხვდებოდა ვიდეოები იმასთან დაკავშირებით, რომ ვინც ვარჯიშობს, ტელეფონები საერთოდ აინტერესებდა და შეიძლება ნაგავშიც კი გადააგდან. ერთგვარი მართალიც არის იუმორში ნარევი სიმართლე თუ როგორც არის. როცა ვარჯიშობს, ტელეფონი საერთოდ უნდა არ გაიკარო. ან ინტერნეტი გათიშო და უბრალოდ მუსიკას მოусმინო. ეგ არის ყველაზე კარგი ვარიანტი და თუ მაინც და მაინც ტაიმერი გჭირდება, საათში შეხვედრა და იქიდან ჩართო ტაიმერი, ან ესეც კიდე იმისე დააყენო. Instagram-ს და სოციალურ მედიას არ უნდა გაეკარო, იმიტომ რომ დროს დაგაკარგვინებს და მერე უკვე შედეგით აღარ გიქნება. და ის 1 საათი და საათნახევარი გაიპარება. ახლა მეგობრებო, ვფიქრობ, ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. ვიდეოს არქივებად გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, დაწერეთ კომენტარები თუ რა გადავიყო შემდეგში, რომელი რჩევები მოგცეთ, როგორი ჩემპიონატი გამოცდილებიდან და ერთმანეთს შეხვდებით მომავალ ვიდეოში. დროებით.